მე ვარ გია კორკოტაშვილი, ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი ვარ და არ მომწონს ეს მიშა და რა ვქნა, ძალით შევიყვარო, როცა შესაყვარებელი იყო, ვისაც უნდა და შეუყვარდა. გამოვდივარ ამის წინააღმდეგ, ერთი მიშა არ მეყო, ეხლა ეს კოლონები რომ მოვიდნენ აქ, ქართველობის სახელიც კი შეურაცხეს იმ მიზნით, რომ რუს ჯარისკაცებს ფეხზე წამოუდგნენ და Facebook-ის საშუალებით რუს ჯარისკაცებს პატივს მიაგებენ და ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი არ დაგუშავებია საქართველოსთვის და პატივსცემთ ევროპულ მომავალს, შეურაცხყოფას გვაყენებენ და შეურაცხყოფული უცენზუროს ცენზურიან სიტყვებით გვაგინებენ. პოლონელებს გაუსწარი უბრალოდ, ჩემი შეფასება იყო და ამას უფრო კარგად განმარტავენ პროფესიონალები, როგორც პროკურატურას. ისინი უფრო კარგად დაუხსნიან მოსახლეობას თუ რა არის შემდგომი ეტაპები. ის რომ სააკაშვილი არის დავარებული 10 საკითხზე, უბრალოდ გამოძიება დაწყებული იყო ჯერ კიდევ გასულ წელს ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ აუცილებელი გახდა, გარდაუვალი გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა მოწმის სახით ამ ეტაპზე და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, ვინაიდან პროკურორმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მოწმის სახით მიეყვანა სააკაშვილი, დაეკითხა სააკაშვილი ერთდროულად ამ 10 ვიდრე 10 ჯერ გამოეძახებინათ 10 განსხვავებულ საკითხს.